მადლობა თაკოს და განმეორდები აღარ შემიძლია რამდენჯერ უნდა ვთქვა, მაგრამ უნდა ვთქვა არ შემიძლია რომ დამალო, ეს კი საოცრად ლამაზია თაკო და აბსოლუტურად ყველაფერი ხდება, რასაც კი მოირგებს. მართლა და უყურებთ ახლა დავტყვით პრაქტიკულად ძირიდან ესე იგი. კარგი, გადავიდეთ მოდით ახლა კულტურის ამბებზე, რომელსაც სწორედ ახლა გაგაცნობთ. 7 დეკემბერს 15 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კინოდარბაზში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე ცენტრის ახალგაზრდების მიერ გადაღებული ფილმის, როგორ გავუხანგრძლივოთ და გავუხალისოთ სიცოცხლე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ჩვენება მოეწყობა. ასევე შეხვედრაზე შეკრებილი საზოგადოება რამდენიმე თემას, მათ შორის სისხლის ბანკთან კავშირის დამყარებას, სპონსორთა მოძიებას და ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზების საკითხებს განიხილავს. ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისადმი მიძღვნილი საღამო ცენტრის ბენეფიციართა ორგანიზებით იმართება. პროექტი იყო სამეტაპიანი, პირველ ეტაპზე მოხდა სისხლის აგროვება მოსახლეობის მიერ, მეორე ეტაპზე მოხდა სპონსორების დახმარებით ვიზიტი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სახლში და მათთან ფიზიკური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა. მესამე ეტაპის განხორციელებაში გვეხმარება ბავშვთა დახალხების ეროვნული ცენტრი, რაც მდგომარეობს ფილმის პრემიერასა და პრეზენტაციაში. ჩვენი ცენტრისთვის მთავარი მიზანია, რომ ყველა ახალგაზრდას შეუწყოთ ხელი თავიანთი ინიციატივების განხორციელებაში. ესეც არის ჩვენი ახალგაზრდების ინიციატივა, რომელიც ემსახურება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას და ჩვენ გადაწყვიტეთ, რომ ესეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხორციელების დროს ბავშვებს დავხმარებოდით.